არასაპარლამენტო 12 პარტია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლის და ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მიღწეული შეთანხმებების შესრულებას ითხოვს, რომლის დარღვევაშიც ისინი საპარლამენტო უმრავლესობას ადანაშაულებენ. საარჩევნო საკითხებზე ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ოპოზიცია დღეს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი შეხვედრები მათი სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანია მმართველმა გუნდმა საარჩევნო საკითხებზე ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში მიღწეული შეთანხმებების შეასრულოს. ქართულ ოცნებასაც თუ მოეწონა თავის საარჩევნო გარემო, მე ვფიქრობ, რომ ის დაადგება მოქალაქეთა კავშირისა და ნაციონალური მოძრაობის გზას, რაც თავისთავად ცუდი არ არის ზოგადად პოლიტიკისთვის, მაგრამ ცუდი არის პროცესების განვითარებისთვის და სახელმწიფოსთვის ასეთი კარჩაკეტილი პოლიტიკის წარმოება. ერთი რამ რაც შემიძლია ვთქვა, თუ არ იქნა გათვალისწინებული შეთანხმება, თუ გაგრძელდა იგნორირება არასაპარლამენტო ოპოზიციისა, ჩვენ ვიმოქმედებთ ხელისუფლებამ, რომელიც პირდებოდა ევროპის გაოცებას დემოკრატიით, დაარღვია და ცალმხრივად გავიდა მოლაპარაკების მაგიდიდან და უარი განაცხადა იმ შეთანხმების შესრულებაზე, რომლის პირობას თავიდანვე არსებობდა. ახლა ჩვენი მიზანი არის უკვე ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ პროცესის კიდევ ახლა დაძვრა. ჩიხიდან გამოსვლის ერთ-ერთი ალბათ ერთადერთი გზად დღეს მიგვაჩნია შეხვედრა და შეთანხმება პრემიერ-მინისტრთან, იმიტომ რომ მისი პასუხისმგებლობა არის ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტული გარემო შექმნა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება. არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს პრობლემის დიალოგის გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ. ასევე ამბობენ, რომ არსებული არაკონკურენტული საარჩევნო გარემოს პირობებში ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობენ. ოპოზიციას აქვს ორი გეგმა. თუ ხელისუფლება მოიქცევა ისე, როგორც იქცეოდა წინა ხელისუფლებები, მხედველობაში მაქვს მოქალაქეთა კავშირი და ნაციონალური მოძრაობა, მაშინ ჩვენ მოიქცევით ისე, როგორც მაშინ იქცეოდა ოპოზიცია. შედგეს შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციას შორის ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ყველაზე მეტად დაზარალდება ქართული ოცნება, თუ ამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მარგველაშვილი იქნება მხოლოდ ქართული ოცნების პრეზიდენტი და არა ქვეყნის პრეზიდენტი, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის და არა ქვეყნის პრეზიდენტი. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის კი არა ფული მივიღოთ, ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ კომისიაში არ იყოს ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა, ვიბრძვით იმისათვის, რომ გუბერნატორებს და გამგებლებს არ ქონეთ აგიტაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ვიბრძვით იმისათვის, რომ ფუნდამენტური საკითხები ამ ქვეყანაში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გადაწყდა. ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს ერთპარტიული დიქტატურა, მოკლას მრავალპარტიული დემოკრატიის წარმომადგენელი საქართველოში, გაანადგუროს და მოსპოს მისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტიები და შემდეგ, როგორც თავად აცხადებს, თავად დანიშნოს ოპოზიცია, პოზიცია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არასაპარლამენტო ოპოზიციასთან დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, მმართველ გუნდთან დიალოგის განახლების აუცილებლობაზე და ერთობლივი მემორანდუმის შესრულებაზე საუბრობენ. ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებით მოტივი, რომლითაც მმართველი გუნდი ამ მემორანდუმს არ ასრულებს, გაუმართლებელია. არასამთავრობოების საარჩევნო გარემოს შეფასებისას ამბობენ, რომ პარლამენტში ამჟამად ინიცირებული პროექტების მიხედვით საპარლამენტო უმრავლესობა მათი წინადადებების ნაწილი გაიზიარა, თუმცა გარკვეული საკითხები კვლავ განხილვის გარეშე შედარჩა. უდიდესი უმრავლესობის ხელმოწერები უკვე არსებობდა და იმ არგუმენტებით მისი აღშესრულება რაც გაჟღერდა, მე ვფიქრობ გამართლებული არ იქნება. ზოგადად იმ ცვლილებებს რაც შეეხება, რაც ინიცირებულია უკვე პარლამენტში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საკითხები, რასაც დადებითად ვაფასებდა ჩვენი რეკომენდაციების ნაწილი ინტერფრაქციულმა ჯგუფმა გაიზიარა, ხოლო ნაწილის გაზიარება არ მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ შეასრულოს შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ერთის მხრივ ის ცვლილებები, რომელიც შესული არის კანონმდებლობაში და ინიცირებული არის საარჩევნო კანონმდებლობაში, ძალიან ბევრი ამ ცვლილებიდან არის პოზიტიური, მათ შორის ჩვენი რეკომენდირებული, შესაბამისად ჩვენ მას მხარს უჭერთ. არის გარკვეული საკითხები, რომელზეც ჩვენ კიდევ შეიძლება ადვოკატირება გავაგრძელოთ. არასაპარლამენტო ოპოზიციის ბრალდებებს ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე ჯგუფი მუშაობას აგრძელებს. ქუცნაშვილმა დღეს იმ ცვლილებების პრეზენტაცია გამართა, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მოხდება. პროექტი პარტიების საქმიანობაში არსებული შეზღუდვების მოხსნასა და დასაბუთებული ხარჯების დამატებით ანაზღაურებას ეხება. უცვლელი რჩება კვალიფიციური სუბიექტების ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი. ერთ-ერთი ცვლილებით პარტიებისათვის საჯარო ღონისძიების მოწყობის შედეგად ნებადართული შემოსავლების ოდენობა 5-ჯერ იზრდება. შემოწირულობის უფლება უბრუნდება იურიდიულ პირებს, იმ პირობით, რომ მისი პარტნიორები და ბენეფიციარები
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ. შემოწირულობის უფლება უბრუნდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. აუდიტის სამსახურს რიგ გარეშე აუდიტი ჩატარების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოსთან. ამერიდან დაფინანსების ბარიერი ყველა საერთო არჩევნებში იქნება 3%. არასაპარლამენტო პარტიები ითხოვდნენ მაგალითად, რომ წინასწარ ყველა პარტიას მისცემდა მილიონი ლარი არჩევნებში მონაწილეობის გამო. მე ვთხარი, ეს არის არც მამაჩემის ფული, არც მამათქვენის ფული, ეს არის ქართველი ხალხის ფული და როცა ფულის მომატება უნდა და პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ, ამ შემთხვევაში უკვე საზოგადოებამ განსაზღვროს რა ტიპის პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე. საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა და პროექტების განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირიდან კომიტეტებში დაიწყებს. მაშინ მონაწილეობას არასამთავრობო სექტორის გეგმავს. არასაპარლამენტო ოპოზიცია კი მათ წინადადებებზე კვლავ პრემიერის ოფიციალური პასუხის მოლოდინშია. არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ ამ პროცესებზე საუბარს ისინი მომდევნო კვირას დიპლომატებთან გეგმავენ.